მოგესალმებით ყველას მეგობრებო და როგორც წინა ვიდეოში დაგბირდით, დღევანდელ ვიდეოში გვექნება განყოფა, ანუ ეგრეთ წოდებული unboxing-ი და გაგაცნობთ ძალიან კარგ პროდუქტს, ძალიან დიდი ხანია მინდოდა და ძალიან იაფად ჩავარდა ამ ოქტომბრის Amazon Prime-ის ფასტაკლებებზე და შესაბამისად ვიყიდეთ. თუ რა არის, ეხლა ერთად ვნახავთ. ეს არის Google-ის Pixel Watch 3. ნუ წელს Google-მა გამოუშვა იცით რომ მეოთხე ვერსია ახალი, თუმცა 3-ში და 4-ში შორის დიდი განსხვავება მაინდა-მაინც ნამდვილად არ არის. კარგ ფასად, სულ რაღაც $170 ვიყიდი. ამ შემთხვევაში მე მაქვს 51 მმ-იანი. მოდი გარდან დავათვალიეროთ, შემდეგ ვისაუბროთ სპეციფიკაციებზე, ანუ ტექნიკურ მახასიათებლებზე, რატომ ეს საათი მარტივი მისახვედრი იქნება, იმიტომ რომ ერთ-ერთი საუკეთესო საათია, განსაკუთრებით Android-ებისთვის, ვიცით რომ მე Pixel-ის მომხმარებელი ვარ ტელეფონში და შესაბამისად Pixel-ის ეკოსისტემას ვაწყობ. აი ეს გამოიყურება გარედან ვიზუალით, ნახეთ რამ სიგრძეა მეგობრებო, ძალიან დიდი შეფუთვა არის, მე მეგონა რომ მარტივი ესეთ პატარა შეფუთვაში იქნებოდა. გვეუბნება რომ აქ არის Fitbit-იც, Fitbit-თან ერთად არის Pixel-ი მოგხსენებათ გაერთიანებული და ჩამონტაჟებული Fitbit-ის სისტემა. აქედან გვიწერია 51 მმ და დასახელება არის უკან სტანდარტული ინფორმაცია, მაგრამ აი ეს ყველაზე მნიშვნელოვანი, აი ეს ორიგინალური შეფუთვა, ანუ ეს არის ნიშნავს რომ ორიგინალი არის ზუსტად და Amazon-დან Google-ის Store-დან ვიყიდეთ. შესაბამისად ეს ასეც არის. აქ არაფერი QR კოდი თავის აპლიკაციის, თუმცა აპლიკაცია წერია Pixel-ში და ამის შემდეგ მოდი ახლა გავხსნათ ერთად და ვნახოთ რა არის ზოგადად და როგორ გამოიყურება და რამე დაზიანება ხო არ აქვს თუ ასე შემდეგ. ხსნით აი ესე. რო შევხედოთ. იმიტომ რომ ეს ნახეთ როგორ არის ჩასმული. ეს უნდა გადავაწყროთ. აი ესე. ეს ასე რჩება. და აი ესეთი ყუთი არის, რასაც თქვენ უყურებთ და ესეთი ყუთი არის. აქედან მარტივად აი გასახსნელი გვეუბნება რომ აქედან დავხსნათ და აქედან უნდა გავხსნათ. ორივე მხარეს აქვს. შესაბამისად იწევა აი ესე. აი ესეთი. რაც გვაქვს. გამოწვევთ აქეთ ამ მხარეც. და შესაბამისად უკვე ჩვენ ეს რაღაცებია და ვნახოთ რეებია. ეს არის სავარაუდოდ სამაჯურები. აქ თევს კიდე ერთი სამაჯური. ეს არის ხო საათის ინსტრუქცია. ინსტრუქცია მოხმარების, რაც ჩვენ არ გვჭირდება არაფერში, იმიტომ რომ ამის ინსტრუქციები რთული არ უნდა იყოს. მაინდა-მაინც. აქ გვაქვს სამაჯური, აქაც გვაქვს სამაჯურები. ახეთ რა აი სულ ხარს უსამხოლმე, როცა unboxing-ს ვაკეთებ, ბრენდს როცა ყიდულობ, რა მაგარი შეფუთვები აქვს და აქედან მიხვდები რომ მაღალი კლასის პროდუქტი გიჭირავს. ნახეთ რა ლამაზად არის შეფუთული, დაკრული და აქ გვაქვს ორი აი ესე რარბილი სამაჯურებია Nothing-ს თან შედარებით ის ძალიან უხეში იყო და ეს ძალიან რბილია მეგობრებო, ძალიან რბილია, ნახეთ რა ურბილესია, ისე რომ შეიძლება ვერც იგრძნო მთელი დღის განმავლობაში რომ იკეთია. ნახეთ რა ურბილესი, ძალიან მაღალი ხარისხის მატერიალით არის გაკეთებული. ეს გასაგები არ გჭირდება არაფერში. აქ გვაქვს მეგობრებო დამატებით ერთი სამაჯური. გვაქვს რეზერვი, ასე ვთქვათ, რომ გაგვიფშდეს ვთქვათ რაღაც ყიდვა არ მოგვიწიოს. ეხლა მთავარი საათი, როგორ გამოიყურება ვნახოთ. და აი ისიც აგდევს დამტენი. აქ კი თვითონ საათი. აი ესე გამოიყურება ეს ყველაფერი. ეხლა მოდი ავაწყოთ და ამასობაში ვისაუბროთ სპეციფიკაციაზე, ანუ ტექნიკურ მახასიათებლებზე. პირველი ის რომ ეს კონკრეტული მოდელი Watch 3 გამოვიდა 2024 წელს, კონკრეტულად კი 10 სექტემბერს ჩაეშვა. ჩემ შემთხვევაში არის 51 მმ-იანი, ზოგადად არის 55 მმ-იანი და 51 მმ-იანი. იქიდან გამომდინარე, დიდი ციფერბლატები და რაღაც დიმენდამიც არ მომწონს, ვიყიდე პატარა, 31 გრამია ჯამში, ძალიან მსუბუქია. ეკრანი დაცულია Gorilla Glass 5-ით
და ასევე აქვს ალუმინის, ვთქვათ, ეს ალუმინის каркаსი არის გარედან და მთლიანად აქაც ალუმინის თემა არის. ეკრანი არის LTPO AMOLED 2000 ნიტია პიკური სიკაშკაშე, რაც დამეთანხმებით რომ საკმაოდ ათელია და ნებისმიერი განათების პირობებში თავისუფლად დაინახავთ. ეკრანის ზომა არის 1.2 ინჩი. სისტემა ოპერაციული ვიცით რომ Android-ია ბუნებრივია, iOS 5-ზე და რა თქმა უნდა განახლებადი upgrade და ამას გავუკეთებთ რა თქმა უნდა. Qualcomm chipset-ზე მუშაობს, კონკრეტულად ეს 5100-ზე. 2 GB აქვს ოპერატიული და 32 GB აქვს მეხსიერება, რაც საათისთვის სრულიად მისაღები არის დამეთანხმებით. Loudspeaker-ი რა თქმა უნდა აქვს, რომ ხმამაღლა საუბარი შეძლოთ, როდესაც სატელეფონო ზარები განხორციელდება. რა თქმა უნდა აქვს Bluetooth-ი, რა თქმა უნდა აქვს Wi-Fi და მათ შორის Wi-Fi 6-იც. არის კიდევ ორი ვერსია ხოლმე Pixel-ს, რომელსაც არის LTE, ანუ მობილური SIM კარტა უჯდება და ფაქტობრივად მობილური ტელეფონი ჯდება ამ საათში. და არის კიდევ ესეთი მოცემულობა LTE-ის გარეშე, ჩემი LTE-ის გარეშე. ეს არის დამტენი, რომელიც უერთდება კომპიუტერში, Type-C დამტენი აქვს, ეს მნიშვნელოვანია, ძალიან კარგია და ესე ჯდება ეს აქ, ეს ლამაზად დაჯდება და დაიწყებს დატენებას, რაც ძალიან მარტივი და მოსახერხებელია. CMS-ზე ქონდა პატარა ჭრილი და იმაზე დაგესვა და თან თუ პირი შემოგიბრუნდებოდა, უნდა გაგესწორებინა. ანუ და აქ ეს პრობლემა არის, დადებ და დაიწყებს დატენებას, რაც ძალიან კარგია. რა თქმა უნდა, ამას აქვს GPS-ი და ასე შემდეგ. კონდეს Bluetooth-ი აქვს 5 და 3, რაც ძალიან კარგი არის, ანუ LDAC-ის კოდეკების გადაცემის და ასე შემდეგ. თუ დამჭირდა ამ შემთხვევაში ძალიან კარგი იქნება და გავუმადგება. და აქსელომეტრი აქვს, გულისცემა ზომავს, სიცხეს, ტემპერატურას, ადამიანის ჟანგბადს და ასე შემდეგ. მოკლედ უამრავი რეჟიმი აქვს, რომელსაც მე არ ჩამოვთვლი. ბატარეა აქვს ამ შემთხვევაში, რადგან 51 მმ-იანი 307 მAh, ხოლო 45 მმ-იანი აქვს 420 მAh, რაც ძალიან კარგია. იტენება 50% დაახლოებით 28 წუთში, 80% სჭირდება დაახლოებით 50 წუთიდან 1 საათამდე. და რაც მთავარია, არ დამავიწყდეს, აქვს IP68 დაცვა წყლისა და მტვერისგან. მოდი ხა ავაწყოთ და ვნახოთ ერთად როგორ გამოიყურება. ესე გამოიყურება, მეგობრებო, ხელზე ძალიან ლამაზია, პატარა, კომპაქტური, მე როგორც მიყვარს, ძალიან მსუბუქი. ეს მატერიალები არის ძალიან რბილი და ძალიან კარგად არის აწყობილი. არის უზომოდ კომფორტული ჩავშთეთ საათი და ავტომატურად დაუკავშირდა Pixel-ის ტელეფონს მომენტალურად ეგრევე. რას ნიშნავს, როდესაც ერთიანი ეკოსისტემა და ჰაბი კეთდება. ძალიან მარტივად ყველაფერი თავად გადაიტანა აპლიკაციები, ყველაფერი თვითონ დააყენა და ტელეფონის სეტინგები აბსოლუტურად გადმოიტანა. შესაბამისად, აქ დიდი წვალება და ბევრი არაფერი დაგჭირვებია ამ შემთხვევაში. მარტივად მოხდა ბარათის გადატანა NFC-ზე, მას NFC-ც აქვს. და მარტივად გაკეთდა აბსოლუტურად ყველაფერი. ეს პლუსი არის ზუსტად, როდესაც ტოპ ბრენდებთან გვაქვს შეხება. მოკლედ, ძალიან ყოფილი ვარ, ძალიან ლამაზად გამოიყურება, შესანიშნავია. უამრავი არჩევანი აქვს ციფერბლატების შიგნით, ძალიან ბევრი სეტინგი აქვს, ძალიან ბევრი კარგი რაღაცა აქვს, აქვს სისტემ აპდეიტი, დაკავშირება ინტერნეტთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან ლამაზია, ძალიან კომპაქტურია. და ხელზეც ძალიან კარგად ზის. ყველა საჭირო ფუნქციები მაქვს, Fitbit-თან დაკავშირება მარტივად მოხდა და რა ვიცი, მეც გირჩევთ ყველას, ვისაც გაქვთ Pixel-ი, შეიძინოთ და გქონდეთ ესეთი ტიპის სისტემები. და ამით უკვე შემიძლია ძალიან ბევრი რაღაცების მართვა ტელეფონშიც და ტელეფონიდან აქაც. ეს გამოიყურება ხელზე. მეგობრებო, ძალიან ლამაზია, მაჩვენებს ყველაფერს, ამის რედაქტირება მარტივად არის შესაძლებელი. ლამაზია და ძალიან ესეთი მკაფიო გამოსახულება აქვს. რაც Pixel-ში გაქვთ, ყველაფერი არის გადმოტანილი აქ. მთელი Google-ის სერვისები, ყველაფერი. მოდი ხა ერთად ნახოთ, რა ფუნქციები აქვს და შიგნიდან მიმოვიხილოთ ეს ყველაფერი. ზედა მხარეს რო ჩამოვწევთ, აქ არის, რა თქმა უნდა, brightness-ის კონტროლი. აქ არის მულტიმედიური ფაილები, სეტინგები, ბატარეის პროცენტი, ზარები, წყლის მაჩვენებელი ორგანიზმში, გულის პულსაცია, ვიბრაციის დაყენება, Google Home აპლიკაციის გახსნა, ეს კი Google-ის საფული. აქ, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, თავარ ეკრანზე ნებისმიერ რამის დაყენება შეცვლადია ნებისმიერი რამე. აპლიკაციიდან შეგიძლიათ რომ ეს მარტივად მართოთ. აპლიკაცია Pixel-ის საათის აპლიკაცია. და ყველაზე მაგარი არის ეკოსისტემაში, რომ რა თქმა უნდა, მოხსენებათ ავტომატურად უკავშირდება და ყოველგვარი ზედმეტი ჩართვებისა და გამორთვების გარეშე Bluetooth-ი არ ჩამერთავს, თავისით ისე დაუკავშირა ერთმანეთს ეს ყველაფერი. უამრავი არჩევანია, აქ როგორი
ფორმა უნდა ჰქონდეს მაჩვენებლების დაფაზე ძალიან ბევრია, ჩემთვის ეს მარტივი და პრაქტიკულია, ზედმეტი გადატვირთულ რაღაცები არ მოწონს. ფერების შესვლაც შეგიძლიათ, მწვანეთ იქნება თავიდან, ცისფერზე, უბრალოდ ლურჯზე დავაყენე. ნებისმიერი ფერის შეცვლა შეგიძლიათ, ასევე ხელით შეიძლება ფერების კომბინაციის შერჩევა და მოკლედ კარგი რაღაცები აქვს. მარჯვნიდან მარცხნივ თუ გადავსკროლავთ, აქ იქნება ნაბიჯები, შემდეგ გულისცემის გაზომვა შეიძლება, მაგ თქმა უნდა აქ ვარჯიშის, ფეხით სიარულის, ლაშქრობა არის, სირბილი არის. აქ არის ძილის თემა, შეგიძლიათ დააყენოთ, მაგვიძარა დაუკავშიროთ, აქ კალენდარი გაქვს, აქ არის Gemini, ხელოვნური ინტელექტი, რომელიც Pixels აქვს, აქ არის ამინდის პროგნოზი, რაც შეეხება ლოკაციას, აქ შეგიძლიათ ჩართოთ, MyPizza აქვს, რა თქმა უნდა. აქ არის შეტყობინებები, SMS-ები, ნებისმიერი ასე ვთქვათ, აპლიკაცია იქნება თუ სტანდარტული მესეჯი თუ შეტყობინება თუ ასე შემდეგ, ყველაფერი მოგვით აქ და რაც შორის Facebook-ის კომენტარები, Instagram-ის კომენტარები და ყველაფერი. მაგრამ ნებისმიერ ტიპის შეტყობინება, რაც ტელეფონში აპლიკაცია გიწერიათ, ყველაფერი მოგივა და აი აქ დაგხვდებათ. საკვირველია. მენიუს რაც შეეხება, საკმაოდ მარტივი მენიუ აქვს აპლიკაციების შიგნით. ანუ Android-ია ჩვეულებრივი Pixel-ის, აქ არის ამინდი, ტელეფონი, კალენდარი, ფოტოს გადაღების ფუნქციაც აქვს, რაც ყველაზე კარგი არის. კონტაქტები ტელეფონის, აქ არის მაგვიძარის დაყენება, აქ არის მულტიმედია, აქ არის სეტინგები. გავხსნით, ეს არის რა თქმა უნდა, იგივე მულტიმედიის კონტროლერი, voice recorder-ი, გადახდები, აქ არის საათი, ტაიმერი თუ გჭირდებათ. ეს არის ფანარი, ეს არის ტელეფონის ვიბრაციის თემა, წამზომი, ვარჯიშები და მოკლედ აი ძალიან ბევრი აპლიკაცია არის, Spotify-იც კი გვაქვს და YouTube მუსიკიც გვაქვს, ანუ WhatsApp-ი, GPay, Google Pay, ანუ აპლიკაციების დაყენებაც შეიძლება თავისუფლად და მოკლედ ძალიან კარგი რაღაცა არის და ეს თლიანობაში ეკოსისტემა Pixel-ის ქმნის იდეალურ კომფორტს, რასაც ზოგადად smart gadget-ების კომფორტი შეიძლება დავარქვათ. აქ არის პარამეტრები, ყველაფერი ქართულ ენაზე, ანუ იმ ენაზე აყენდება, რა ენაზეც არის თქვენი ტელეფონი. მე ტელეფონი მაქვს ქართულ ენაზე და ავტომატურად წამოიღო ქართულ ენაზე. ყველაფერი თუ თქვენი ტელეფონი გექნებათ ინგლისურ ენაზე, ყველაფერს დააყენებს ინგლისურ ენაზე. ავტომატურად გადააკეთებს, ასე რომ თქვენ არაფრის შეცვლა ხედავთ არ მოგიწევთ. ზოგადად არის ჟესტები, რეჟიმები, Google-ის გასწორება, ხმა, ვიბრაცია, ბატარეა, ზოგადი ჯანმრთელობის პროფილი, მდებარეობა, ანუ Google Maps-ზე ალაპარაკი, უსაფრთხოება, მარტივი წვდომა, რა ვიცი, პაროლების დაყენება, სისტემა, სადაც შეხვალთ, სისტემის განახლებას შეგიძლიათ მისცეთ, აუცილებელია ეს, როცა იყიდით. გადატვირთვა, თარიღი და დროის შეყვანა და ასე შემდეგ. ენა ქართული, ენის შეცვლა თქო უნდა აქედანაც შეგიძლიათ, მაგრამ ავტომატურადაც აკეთებს ამას. სარეზერვო ნომრების კოპირება და მოკლედ ყველა ის ფუნქცია, რაც შეხვდებით Pixel-ის ტელეფონში, იგივე არის ზუსტად აქაც. და სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ ქმნის უდიდეს კომფორტს, რასაც ქვია ერთიანი წყვიანი smart hub-ი. აი ესე გამოიყურება თავის ფუნქციონალებით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბევრად მიიმსუბუქებს ტელეფონის მოხმარების თემას, ანუ ყველა ზარს შემიძლია უპასუხო, ყველაფერი შემიძლია მივიღო შეტყობინებები, შემიძლია დავწერო კიდე შეტყობინებები, ან მესეჯების გაგზავნა შემიძლია, კომენტარებს დატოვებაც შემიძლია შეთავაზებაც არის, შეტყობინება რომ მოგივა. რომ პასუხი გასცეთ, აქედან დაუბრუნო პასუხი კომენტარზე, შეგიძლია გახსნა ტელეფონის აპლიკაციიდან, აქედან შეგიძლიათ საათიდან ტელეფონის აპლიკაციების გახსნა ტელეფონში, ასე რომ ძალიან მაგარი საათია, ყველა გაგებით და აი როდესაც ტელეფონთან ერთად არის კომბინაციაში, ფანტასტიკური შედეგი იდება და როგორ უნდა გახსნათ, უნდა გქონდეთ ეს ყველაფერი, რომ თქვენ საკუთარ თავზე გამოცადოთ. მოკლედ, ვისაც ხელგეწიფებათ, იყიდეთ $170 ესეთი საათი ნამდვილად ნაჩუქარი არის. მე თამამად გავუწევ რეკომენდაციას Pixel-ის ტელეფონების მფლობელებისთვის, რომ ეს საათი თქვენთვის აუცილებელი ატრიბუტია, არა ფუფუნებისაგან, არამედ აუცილებელი ატრიბუტი. მოკლედ, სულ ეს იყო დღევანდელი ვიდეო. მადლობა ყურადღებისთვის, რომ ხართ არხზე. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით.